ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოღებული კიდევ ერთი ექს-ჩინოვნიკის გვარი, რატომ შეწყდა საერთაშორისო ძებნა სერგო ქავთარაძის და ზურაბ ადეიშვილის მიმართ. წითელი ცირკულარის ძებნა შეწყვიტა იმიტომ, რომ საქმე ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ მაღალი ალბათობით არის პოლიტიკურად მოტივირებული. ეს რომ ყოფილიყო არასაკმარისი ან არარგუმენტირებული. ინტერპოლი, რა თქმა უნდა, არ დასოვდა ადეიშვილს წითელ ცირკულარზე. შეთანხმება, რომელიც ქართული ავიაკომპანიის პროტესტის მიზეზი ხდება, თბილისიდან რეგულარული რეისები რუსეთის 7 ქალაქში შესრულდება. სტიქიისგან დამცავი სისტემა კახეთში რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო რადარი დაამონტაჟეს. დაპირისპირება ილიას უნივერსიტეტში და გასაჯაროებული სატელეფონო ჩანაწერი უმაღლეს სასწავლებელში წინა საარჩევნო უთანხმოებაა. თვითმართველობის არჩევნები ჩავატაროთ დამოუკიდებლად და ადმინისტრაციის ჩარევის გარეშე. მე გავაკეთებთ ამ ვიდეოს ინტერპრეტირებას როგორც ჩარევას. ფიროსმანის რამდენიმე ცნობილ ტილოს რესტავრაცია ჩაუტარდება ვრცლად მოამბის კულტურის ბლოკში. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ მოამბეს 20 საათზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. ზურაბ ადეიშვილის შემდეგ საერთაშორისო ძებნა კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანზე წყდება. ძველი თბილისის განვითარების ფონდის ძველი ხელმძღვანელის გვარი ინტერპოლის წითელი ცირკულარი ძებნილთა სიიდან ამოღებულია. სერგო ქავთარაძე, რომელსაც საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავებიან, ამ დროისთვის მიმალვაში იმყოფება. ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი არაერთი მიმართვის შემდეგ კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ძებნის შეწყვეტის დასტური ქავთარაძეს უკვე გაუგზავნა. თუმცა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მორიგ მოულოდნელ გადაწყვეტილებას მთავარი პროკურატურიდან ჯერ არ გამოხმაურებიან. გიორგი ფუტკარაძე არკვევს დეტალებს. გიორგი, თუ არის ცნობილი, რის საფუძველზე მიიღო ამჯერად ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ქავთარაძის მიმართ გადაწყვეტილება? თამთა ოფიციალური მიზეზი ჩვენთვის უცნობია, თუმცა როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული, ამას ასაბუთებდა თვეების განმავლობაში და შესაბამისად შედეგიც ამას მოწმობს. რაც შეეხება სერგო ქავთარაძეს, მას ბრალი ედება ორ ეპიზოდში, როდესაც ის იყო ძველი თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი. ერთი ეპიზოდი ეხება თანხების გაფლანგვას, კერძოდ გულისხმობს ერთ-ერთ კლუბში დიდი რაოდენობის თანხის დახარჯვას, რომელიც შემდგომ გადაირიცხა როგორც ერთ-ერთი სამუშაო შესრულებისთვის და ეს იყო 5129 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში საუბარია კალაუბნისა და აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციაზე. მას პროკურატურა ედავება იმაში, რომ ერთ-ერთ კომპანიას მისცა კონტრაქტი გაუფორმა შეღავათიანი პირობებით და შესაბამისად მოხდა თანხის თაღლითური მითვისება. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ ყოფი არის უდანაშაულო, საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და ინტერპოლის გადაწყვეტილებაც სწორედ ამას მოწმობს. რამოდენიმე თვის წინ ჩვენს მიერ იქნა გაგზავნილი წერილი, სადაც მოვითხოვდით, რომ სერგო ქავთარაძის მიმართ შეწყვეტილიყო საერთაშორისო ძებნა, იგი ამოღებული იყო წითელი ცირკულარიდან ძებნილ პირებისგან, ვინაიდან ვიგვაჩნდა, რომ არ არსებობდა არც მტკიცებულებითი სტანდარტი, ასევე მოვიშველებდით იმ გარემოებს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნის სახელმწიფოებში სერგო ქავთარაძის მინიჭებული ჰქონდა, ასე ვთქვათ, დევნილი პირის სტატუსი და აღნიშნული ქვეყნების მიერ ასე მიჩნეულ იქნა, რომ სისხლის სამართლიანი დევნა, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, შეიცავდა გარკვეულ პოლიტიკური დევნის ნიშნებს. სერგო ქავთარაძე უკვე მეორე პირია ბოლო ორ დღეში, რომლის ძებნის შეწყვეტის შესახებ გახდა ცნობილი. უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი გამოთქვამს შეშფოთებას და მთავარ პროკურატურას მიმართავს გააკეთოს ახსნა განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება უმცირესობის დეპუტატთა განცხადებებს, ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული და ეს გადაწყვეტილებებიც სწორედ ამას მოწმობს. მე მაშფოთებს ის ფაქტი, რომ პირთა წრე, რომელი პირებიც ეჭვმიტანილიან ქართული მართლმსაჯულების მხრიდან, მათ მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტები უარს აცხადებენ დაკავება დაძებნაზე დახმარების ნაწილში. ამიტომაც ვისარგებლებდი შემთხვევიდან მთავარ პროკურატურას მოუწოდებდი გამოიყენოს ის საერთაშორისო ინსტრუმენტები, რა ინსტრუმენტების გამოყენებით შეიძლება რევიზირებული გადასინჯული იქნას ინტერპოლი იქნება თუ სხვა ორგანიზაციის მიერ მიღებული გაწყვეტილება. ყველა იმ პირის მიმართ, ვისაც აქვს აქტუალური სტატუსი, წითელი ცირკულარის ძებნა შეწყდა, ეს არის უკანასკნელი გადაწყვეტილება. თუმცა არსებობს ბერკეტები, რომელსაც გამოიყენებს საქართველოს მთავარი პროკურატურა იმისათვის, რომ ეს ძებნა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. ჩვენი ინფორმაციით სხვა ადამიანებსაც მოხსნიან წითელი ცირკულარიდან ძებნიდან და რაც მიუთითებს იმას, რომ მთლიანი საერთაშორისო საზოგადოება
შეთანხმებულია იმაზე, რომ საქართველოში მიმდინარეობს ადამიანების პოლიტიკური დევნა. საქმეები, რომლებიც იკერება სხვადასხვა ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ, მათ შორის ჩვენი პარტიის ლიდერების წინააღმდეგაც არის სასახად პოლიტიკურად მოტივირებული, ეს დაადასტურა არაერთმა ევროპულმა სასამართლომ. თავარ პროკურატურას ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, რაც შეეხება სამართლებრივ მექანიზმს, მას შეუძლია მიმართოს ინტერპოლს, გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა როგორც მმართველი გუნდის დეპუტატები ამბობენ, ეს გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში მიღებული იქნა ინტერპოლის ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც გულისხმობს, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მქონე პირები აღარ მოიძებნებიან წითელი ცირკულარით. მადლობთ გიორგი ფუტკარაძემ გაგვაცნო ინტერპოლის კიდევ ერთი გადაწყვეტილება. მთავარი პროკურატურა სერგო ქავთარაძის გარდა ინტერპოლის გენერალური სამდივნოსგან განმარტებებს ზურაბ ადეიშვილის საქმეზე ცელის. უნგრეთი ან უკრაინა სავარაუდოდ ამ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთმა მიანიჭა იუსტიციის ყოფილ მინისტრს ლტოლვილის სტატუსი, რის საფუძველზეც როგორც პროკურატურაში განმარტავენ ექს-ჩინოვნიკზე გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა შეწყდა. ამ ვერსიას ის გარემოებაც ამყარებს, რომ ბოლო მონაცემებით ყოფილი მაღალჩინოსანი კიევშია და ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე ექსპერტის რანგში მუშაობს. იმის მიუხედავად, რომ ბადაშვილის უწყება ინტერპოლს გადაწყვეტილების შეუთანხმებლად მიღებაში ადანაშაულებს, ყოფილ ძალოვანებს პროკურატურის და საქართველოში მოქმედი ინტერპოლის ეროვნული ბიუროს მიმართ მაინც აქვთ გარკვეული კითხვები. უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები დღეს იმ შემთხვევებსაც იხსენებენ, როდესაც ლტოლვილის სტატუსის მიღების შემდეგაც კი ბრალდებული პირები წლების განმავლობაში მაინც ძებნილებად რჩებოდნენ. პრემიერის პირველი გამოხმაურება და თემის გარშემო გაჩენილი კითხვები სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს საუბარს. სალომე, როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ მორიგი განცხადება გაავრცელა ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა, რას ამბობს ყოფილი მინისტრის დაცვის მხარე. დიახთემთა, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ ზურაბ ადეიშვილის ადვოკატს ოთარ კახიძეს, რომელიც ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის მთავარ მოტივად იქცა ის წერილები, რომლებსაც ადეიშვილის ადვოკატები თვეების განმავლობაში გზავნიდნენ ინტერპოლში. ოთარ კახიძე ამბობს, რომ ამ წერილებითა და თანდართული მტკიცებულებებით მტკიცდებოდა ის, რომ ზურაბ ადეიშვილის საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული. დღესვე ოთარ კახიძე გამოეხმაურა ასევე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე შეწყდა იმის გამო, რომ ადეიშვილს ერთ-ერთმა ევროპულმა ქვეყანამ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. ოთარ კახიძე განმარტავს, რომ ლტოლვილის სტატუსი ზურაბ ადეიშვილს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, სანამ ის მასზე გამოცხადდებოდა საერთაშორისო ძებნა. იგივე ამ განცხადებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვეყანა, სადაც ზურაბ ადეიშვილი ლტოლვილის სტატუსით სარგებლობს, არის უნგრეთი, სადაც ის ამ პერიოდში ცხოვრობდა. რაც შეეხება უკვე სხვა შეკითხვებს, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს, ჩვენ ამ შეკითხვებით დღეს მივმართეთ ყოფილ ძალოვანებს და შევეცადეთ დაგვედგინა, როგორი არის პროცედურები, რომლებსაც გადის ინტერპოლი, მანამ სანამ რომელიმე პიროვნებაზე შეწყვეტს საერთაშორისო ძებნას, ასევე გქონდა საშუალება გავსაუბრებოდით იმ ადამიანებსაც, რომლებიც წლების წინათ თავად იყვნენ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილები და ასევე ვცადეთ დაგვედგინა, იკვეთება თუ არა ამ საქმეში რომელიმე კონკრეტული სახელმწიფო უწყების, ამ შემთხვევაში პროკურატურის ან ინტერპოლის უკვე ეროვნული ბიუროს ბრალეულობა. სახელი ზურაბი, გვარი ადეიშვილი, ეძებს საქართველო. ინტერპოლის სისტემაში ამ მონაცემებით უკვე აღარაფერი იძებნება. პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურმა სამდივნომ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად მოტივად ლტოლვილის სტატუსი დაასახელა, რომელიც ძებნილს ქართული მხარისთვის ამ დრომდე უცნობმა სახელმწიფომ მიანიჭა. ქვეყანას არ აკონკრეტებენ არც ადეიშვილის ადვოკატები. ოთარ კახიძე ამბობს მხოლოდ იმას, რომ საერთაშორისო სამძებრო ორგანიზაციამ გადაწყვეტილება მათი წერილების საფუძველზე მიიღო, რომლებშიც დაცვის მხარე ადეიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობდა. ინტერპოლს მივწერეთ, წარუდგინეთ შესაბამისი მასალები, რომელიც ადასტურებენ, რომ რეალურად ამ საქმეში არავით არის სამართლებრივი საფუძველი ადეიშვილის სამართლებრივი დევნის არ არსებობს. როდესაც მოხდა თავდაპირველად ცირკულარზე ზურაბ ადეიშვილის დასმა, მას უკვე ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი ევროკავშირის წევრი ერთ-ერთ სახელმწიფოში. ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, შეიძლება რაღაც დამატებითი გარემოება იყოს სხვა გარემოებებთან კონტექსტში, მაგრამ ამ მიზეზით არ მოუხსნიათ. არის თუ არა საერთაშორისო ძებნის შესაწყობად საკმარისი ძებნილის აპელაცია და ლტოლვილის სტატუსი. ყოფილი ძებნილები ამბობენ, რომ არა. ბიძინა გიორგობიანი, რომელიც ინტერპოლის წითელ ცირკულარში წლების წინ თავადაც იყო, იხსენებს, რომ ძებნის შეწყვეტას მან ვერც პოლიტიკური დევნილობის აღიარებისას მიაღწია და ვერც მაშინ, როცა ძებნილს გერმანიის მთავრობამ მოქალაქეობა მიანიჭა. ადვოკატმა გაუგზავნა მათ ორჯერ წერილი და იქიდან მივიღეთ ჩვენ წერილობითი პასუხი, რომ ინტერპოლის სიიდან ამოღება უნდა მოხდეს იმ ქვეყანასთან შეთანხმებით, რომელი ქვეყანაც მას ეძებს. და თვითონ ინტერპოლის ეროვნულ ბიუროს
თუ არა აქვს ამაზე ინფორმაცია, როგორ შეუძლია ცენტრალურ ბიუროს რა მექანიზმით ამის ამოღება, ეს ძალიან საინტერესო საკითხია. სწორედ ინტერპოლის საქართველოს ბიუროსა და პროკურატურის არასათანადო მუშაობაზე საუბრობს ყოფილ ძალოვანთა ნაწილი, რომლებიც ადეიშვილის საქმეს ამუწყებების შეცდომებთან ერთად პოლიტიკურ გავლენებსაც უკავშირებენ. ძალოვანები ამბობენ, რომ ძებნილთა აპელაციებს მკაცრად განსაზღვრული რეგლამენტით შესაბამისი საბჭო განიხილავს, რომელიც დასკვნას ცენტრალურ ბიუროს უგზავნის. თუმცა დასძენენ იმასაც, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს ბიუროც სპეციფიურად იღებს. პირუთვნელი საბჭო, როგორც მას უწოდებენ, იხილავს განცხადებას და შემდგომ აგზავნის თავის დასკვნას გენერალურ სამდივნოში. გენერალური სამდივნო ამ დასკვნის საფუძველზე როგორც მექანიკურად, ესე იგი მექანიზმს ამუშავებს და ხსნის მას წითელი ცირკულარიდან. ჩვენ ტიპის ქვეყნებს ამ ორგანოებში წარმოადგენს სწორედ ინტერპოლის ეროვნული ბიურო და პროკურატურა. ესე მათი სისტემი. ვფიქრობ, უკრაინამ და იმ ქვეყნებმა, რომელიც მას იფარავდნენ, ეს იყო უნგრეთი, აგრეთვე ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, ალბათ ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროზე მოახდინა გავლენა. თუ არ იმუშავე იქ, თუ შენი ლობი არ აგაქვს და არ ამტკიცებს შენ სიმართლეს, ისევე მოგვექცევიან, როგორც ადეიშვილის და სხვა მრავალ შემთხვევაში. უმოქმედობის შესახებ ბრალდებებს პროკურატურა უკვე აღარ გამოხმაურებია. ამ დრომდე დუმს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელსაც ინტერპოლის ეროვნული ბიურო ექვემდებარება. ორივე უწყების ნაცვლად ბრალდებებს ძალოვანთა უმოქმედობის შესახებ პასუხი დღეს პრემიერ-მინისტრმა გასცა, რომელიც ირწმუნება, რომ ოფიციალურმა თბილისმა ადეიშვილის დასაკავებლად ყველაფერი გააკეთა. თუ ინტერპოლს აქვს რაიმე ახალი პოლიტიკა და ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მეთაურის პოზიცია რა უნდა იყოს, რატომ უნდა იყოს საინტერესო. ჩვენმა მთავრობამ რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა. ადეიშვილიც მივեց პასუხებაში, იყო ძებნაში და არის ძებნაში და რჩება ძებნაში და ყველა ის დამნაშავე, რომელმაც წლების განმავლობაში შექმნეს დანაშაულ სისტემა. ეს რომ ყოფილიყო არასაკმარისი ან არარგუმენტირებული. ინტერპოლი, რა თქმა უნდა, არ დასოვდა ადეიშვილს წითელ ცირკულაზე. მე ხა ძალიან დეტალებში შევდივარ, მე ალბათ ჯობია რომ სპეციალისტებმა გაქცეთ. მართლ გუნდში დასძენენ იმასაც, რომ ინტერპოლის გადაწყვეტილება ზურაბ ადეიშვილს პასუხისმგებლობისგან არათავისუფლებს და პასუხი მან იმ ქვეყნის მართლმსაჯულების წინაშე უნდა აგოს, რომელიც იმედში შეჭრის ქართულ ბანკის გაკოტრებისა და წამების ფაქტებისთვის იუსტიციის ყოფილ მინისტრს უკვე მესამე წელია ეძებს. თავად ბრალდებული ადეიშვილი კი ამ დროისთვის უკრაინაში იმყოფება, სადაც ექსპერტის რანგში ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე მუშაობს და საქმიან შეხვედრებზეც საკმაოდ ხშირად ჩნდება. სამი სხვადასხვა საქმისთვის ბრალდებულ ყოფილ იუსტიციის მინისტრზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლს მიმართა ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება მოხერხდა მხოლოდ თითქმის 1 წლის შემდეგ, ანუ 2013 წლის ბოლოს ჩასვეს ის ინტერპოლის წითელ ცირკულარში. დღეს ჩვენ ექსპერტებმა განგვიმარტეს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს პროკურატურას კიდევ რჩება მცირე შანსი იმისა, რომ კვლავ დააბრუნოს ადეიშვილი წითელ ცირკულარში. ეს იმ შემთხვევაში მოხდება ექსპერტების განმარტებით, თუ საქართველოს პროკურატურა ჯერ სპეციალურ საბჭოს, შემდგომ კი უკვე ცენტრალურ ბიუროს დაუმტკიცებს მტკიცებულებების საფუძველზე იმას, რომ ადეიშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული არ არის და ამ საქმეში არსებობს ზუსტი მტკიცებულებები მისი ბრალეულობის შესახებ. გმადლობთ სალომე ფუტკარაძე, სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნები პატიმრობაში რჩებიან. დაცვის მხარე დღეს აღკვეთის ღონისძიების გირაოთის შეცვლის მოთხოვნას გეგმავდა, თუმცა ტექნიკური საკითხების გამო შუამდგომლობის დაყენება ვერ მოესწრო. პროცესი 27 აპრილამდეა გადადებული. ეგრეთ წოდებულ სადენების საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა დილის 11 საათზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა განხილვით დაიწყო. მათ შორის აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც პროკურატურის წარმომადგენელთა განმარტებით დაკავებული პირების მხრიდან საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ადასტურებს, თუმცა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების გამო პროცესი მედიისთვის დახურული იყო. მომდევნო სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენას უკვე დაცვის მხარე გეგმავს. ჩვენი მტკიცებულებები არის კანონის მოთხოვნების დაცვით მოპოვებული და ამასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობას ალბათ მომდევნო სასამართლოს სხდომამდე მოვისმენთ. მე ვერ გეტყვით რა არგუმენტები გააჩნია ამასთან დაკავშირებით დაცვის მხარეს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად უნდა გითხრათ, რომ ჩვენი მტკიცებულებები არის კანონიერი. ეს არის ოფიციალური დოკუმენტები, მოწმეების ჩვენებები, იმ კომპანიების წარმომადგენლების ჩვენებები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო შესყიდვის პროცესში და ყველა ამ მტკიცებულებას სასამართლო გაეცნობა. არავითარი ციფრებზე საუბარი იქ აუდიტის დასკვნაში არ არის. არის მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი შეფასებები იმის თაობაზე შეეძლო თუ არა
ასე ვთქვათ, თავდაცვის საკუთარი სახსრებით შეესრულებენ ეს პროექტი, ასევე ჰქონდა თუ არა ერთ-ერთ კომპანიას მინიჭებული გარკვეული უპირატესობა. აქედან გამომდინარე, თვითონ გაფრანგვის ფაქტი არანაირად არ დასტურდება აღნიშნული დასკვნით. რაც შეეხება თვითონ დეტალურ შეფასებას, აუდიტისას უნდა მიმაჩნია, რომ ეს დასკვნა არის დაუსაბუთებელი, მიკერძოებული, მაგრამ ამის თავობაზე იქნება არსებითი მსჯელობა სასამართლო პროცესში. რა ვითარებაში გადაკვეთა პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ორმა მოსწავლემ საქართველოს საზღვარი სირიაში წასული 16 და 18 წლის მოზარდების საქმეზე მოკვლევა დასრულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო შედეგებს უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს. მანამდე კი მუსლიმ კუშტანაშვილის და რამზან ბაღაკაშვილის გაუჩინარების ფაქტზე დღეს პირველად კომენტარს აკეთებს პრემიერე, რომელიც ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოსგან მოსალოდნელ გლობალურ საფრთხეებზე საუბრობს და წინა ხელისუფლების დროს პანკისიდან ცხელწერტილში ახალგაზრდების მასობრივად გადინებაზე აკეთებს აქცენტს. სანამ ექსპერტები სირიაში წასვლის ფაქტების გახშირების მიზეზებს ადგენენ, ცნობილი ხდება კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ. საუბარია 19 წლის ჯამლეტ ბორჩაშვილზე, რომლის კვალი 2 დღის წინ დაიკარგა. 19 წლის ჯამლეტ ბორჩაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურიდან 2 დღის წინ გაუჩინარდა. დაკარგულის დედა ეჭვობს, რომ შესაძლოა მისი შვილიც სხვა პანკისელი მოზარდების მსგავსად სირიაში გაემგზავრა. თინა ბორჩაშვილი არ მალავს, რომ შვილს ამის სურვილი ჰქონდა. თავისი ზურგით ჩანთა აიკიდა, გავიდა გარეთ, წავიდა მივდივარო და აზრზეც არ ვიყავი ეგ სად მიდიოდა, თუ თავიანთნებით წავლენ და თავიანთნებით რომ მიდიან, რომ არ გაგვაგებინონ, ჩვენ ეხლა ვერაფერსაც ვერ ვუშველით. ორი პანკისელი მოსწავლე სირიაში აპრილის დასაწყისშიც გაემგზავრა ადგილობრივების ინფორმაციით ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს რიგებში საბრძოლველად. 16 და 18 წლის მოზარდების ფოტოები კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოკვლევა დასრულებულია და შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამ თემას გამოეხმაურა განათლების მინისტრიც. კონკრეტულად ამ მოსწავლების მიმართ რაიმე სახის ან გადაცდომა, ან მინიშნება, რომ შესაძლოა ბავშვებს ასეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, ნამდვილად ვერ აკონკრეტებელ პედაგოგები. თუმცა ეს ამას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა იმ კუთხით, რა კუთხითაც მუშაობდით, პირიქით უნდა გავაძლიეროთ და აუცილებელია კავშირი შესაბამის ორგანოებთან და მათი კონტროლიც რო გახდეს უფრო კიდევ მკაცრი. საქართველოს პრემიერი კი ამბობს, რომ ისლამური სახელმწიფო მთელი მსოფლიოს თავის ტკივილია და ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი. ISIS-ის პრობლემა ეს არის მთელი მსოფლიოს თავის სატკივარი. ჩვენ ძალიან განვისით ამ საკითხს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის საკითხი, რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს. ეს არ არის გამონაკლისი, საქართველო არ არის გამონაკლისი და ჩვენ ვართ გამონაკლისი იმ კუთხით, რომ სულ რაღაც რამდენიმე ადამიანი არის წასული. დაახლოებით 100-ზე მეტი პანკისის მკვიდრი ჩვენამდე გავიდა, ჩვენი ხელისუფლების მოსულამდე გავიდა სირიაში და ჩვენ შემდეგ ალბათ ჩვენი მთავრობაში მოსულ შემდეგ სულ რამდენიმე ახალგაზრდა გადაადგილდა თურქეთის მიმართულებით, შემდეგ ალბათ გადადიან სირიაში. მთავრობასთან კითხვები მედიის გარდა ექსპერტებსაც აქვთ. ვინ უზრუნველყოფს არასრულწლოვნების თბილისამდე ჩამოსვლას, მათთვის შესაბამისი საბუთების მომზადებას და ფულის დახმარებას. ექსპერტები ორგანიზებულ დაჯგუფებებზე საუბრობენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახალგაზრდების იდეოლოგიურად მომზადებაზე კოორდინირებულად მუშაობენ. იდეოლოგიური დამუშავება მიმდინარეობს რელიგიური თვალსაზრისით. თუკი პოლიტიკური თვალსაზრისით დავარქვათ. ადგილობრივი სასულიერო ლიდერების ან ეგრეთ წოდებული ჯამაათის მეშვეობით, რომელშიც გაერთიანებული არიან ამ იდეოლოგიის მიმდევრები. ეს ხდება ყველგან, მათ შორის პანკისში, აჭარაში, ქვემო ქართლში. საკმაოდ კარგად ორგანიზებული ქსელი მოქმედებს საქართველოს მასშტაბში, არამედ საქართველოს მასშტაბში, არამედ საქართველოს, თურქეთისა და შეიძლება აზერბაიჯანის მასშტაბში და ესენი არის კარგად კოორდინაცია ხდება საკმაოდ ერთიანი კუთხით. და უკვე ეს მომენტი, რომ ისლამურ ხალიფმა დაიწყო კავკასიური ჯიჰადის განხორციელება. ამის ყველა ნიშანი არსებობს. ამერიკის ელჩი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევებში ახალგაზრდები გარკვეული პირების მხრიდან რადიკალიზაციის მსხვერპლნი ხდებიან. ყველა ქვეყანა, მათ შორის ევროპა და ამერიკას დგას ამ პრობლემის წინაშე, როდესაც ახალგაზრდები გარკვეული პირების მხრიდან რადიკალიზაციის მსხვერპლნი ხდებიან. სოციალური, ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროები ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი იქნას დაბრკოლებული. ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა რიგებში დაუდასტურებელი ინფორმაციით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იბრძვის. შეტაკებების დროს კი სირიაში 11 პანკისელია გარდაცვლილი. მათ გავრცელებული ცნობებით ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერთან, ასევე პანკისიდან წასულ თარხან ბათირაშვილთან ჰქონდათ კავშირი.
რეგულარული რეისებისთვის გახსნილი რუსეთ-საქართველოს საჰაერო სივრცე მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ქართული ავიაკომპანია მოსკოვის გარდა ფედერაციის კიდევ 6 ქალაქში იფრენს. რუსეთიდან რეგულარული რეისები შესრულდება თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მიმართულებითაც. შეთანხმება ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური კონსულტაციების შემდეგ შედგა, რომელიც ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. თუმცა ფრენების სიხშირეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიმართ პრეტენზია აქვს აირზენას მენეჯმენტს, რომელიც მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისზე საუბრობს. კეთი ქარდავა მოისმინა შეთანხმების შემდეგ მხარეთა პოზიციები, კეთი უფრო კონკრეტულად რა არ მოსწონს აირზენას ხელმძღვანელობას შეთანხმებაში. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას შეთანხმებას, რომელიც იქნა მიღწეული რუსეთის საავიაციო ხელისუფლებასთან დღეს აირზენაში უწოდეს გაუაზრებელი და ზიანის მომტანი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფინანსური კრიზისი გარდაუვალია და ასევე უმუშევრად დარჩენა ემუქრება 700-მდე მათ თანამშრომელს. ისინი აცხადებენ, რომ აშკარა არის რუსული კომპანიების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება და ამბობენ, რომ ისინი მათთან კონკურენციას ვერ გაუძლებენ. ვითვლით ყოველდღიურად სიბირის აეროფლოტის ტრანსაეროს და ჯორჯიან ერვესის მიერ გადაყვანილ გზავრთა რაოდენობას ყოველდღიურ მასშტაბში თბილისის და მოსკოვის მიმართულებაზე. ეს რაოდენობა ყოველთვიურად არ აღემატება 230-250 კაცს დღეში. 250 კაცის გადაყვანას თბილისიდან მოსკოვში 6 რეისი დამეთანხმებით რომ ნამდვილად არ ჭირდება. ჯორჯიან ერვესის გენერალური დირექტორი არასამართლიან გარემოზე და მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისზე საუბრობს. აირზენასთვის მიუღებელია, რომ გადაწყვეტილება მათი აზრით ეკონომიკის სამინისტროში ერთპიროვნულად მიიღეს. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად სერიოზულ შემოსავლეს მიიღებენ რუსული სახელმწიფო თუ კერძო კომპანიები საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი ფულადი სახსრების ხარჯზე. ამ გადაწყვეტილების შედეგად უფრო მეტი სავალუტო გადინება მოხდება ჩვენი ქვეყნიდან რუსეთის ფედერაციაში. ამ გადაწყვეტილების შედეგად ეტაპობრივად მოხდება ქართული ერთადერთი ნაციონალური ავიაკომპანიის განადგურება და დასამარება. მიღწეული შეთანხმების შესახებ პირველი განცხადება დღეს ეკონომიკის სამინისტროში გაკეთა. პრესკონფერენციაზე მგზავრების ნაკადის გაზრდაზე საუბრობდნენ, აღნიშნეს, რომ მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ კონკურენტული გარემოთ ისარგებლონ. შეთანხმების მიხედვით რეგულარული რეისები 7 ქალაქის მიმართულებით შესრულდება: მოსკოვი, პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, სოჭი, როსტოვი და მინვოდი. განისაზღვრა ფრენების სიხშირეებით ზამთრის სეზონზე 18 სიხშირე, თითოეული მხრიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 21 სიხშირე. ქართული კომპანიის ინტერესი, მომხმარებლების ინტერესი, ქვეყნის ინტერესები, ანუ ეს ყველაფერი აქ არ იყო მარტო საუბარი ქართულ ავიაკომპანიებზე, აქ თავიდან ბოლომდე კომპლექსურად იყო ჩვენი მხრიდან, საავიაციო ხელისუფლების მხრიდან მიდგომა, ანუ ყველაფერი ერთად ერთობლიობაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ინტერესი იქნება დაცული. პირველ რიგში აქ საუბარი არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომხმარებლებზე, ქვეყნის ინტერესებზე, ტურისტული ნაკადების ზრდაზე და რა თქმა უნდა, ქართული ავიაკომპანიების ინტერესებზე, რომ კონკურენტულ გარემოში შეძლონ მათ ამ მიმართულებით ფრენები. მიღწეული შეთანხმების შესახებ დღეს განცხადებები საჰაერო ნავიგაციაშიც გაკეთდა. ბათუმი, სანქტ-პეტერბურგი, ან დაუშვათ თბილისი, სანქტ-პეტერბურგი, თბილისი, ეკატერინბურგი, ამ პირიქით შეზღუდვები არ იქნება. მოთხოვნის მიხედვით ავიაკომპანიები როგორც ჩათვლიან საჭიროდ მოგმართავენ ჩვენ რუსული ავიაკომპანიები, ქართული მიმართავენ რუსეთს და არავითარი შეზღუდვა არც ჩვენ ავიაკომპანიებს ქართულ მხარეს და არც რუსულ მხარეს ამ ქალაქების ათვისებაზე პრობლემა არ შექმნება არც ერთი მხრიდან. სიხშირეები რომ გაიზარდა, უფრო მეტი ინტენსივობით იქნება ფრენები და შესაბამისად მეტი არჩევანი იქნება მომხმარებლისთვის, როდის რომელ საათში რომელი კომპანიის მომსახურებით ისარგებლოს და აუცილებლად შევეხებოდი ფასს. მნიშვნელოვნად ნაკლები ფასიც არის შესაძლებელი დღეს საქართველოსთან რუსეთის ქალაქებში გადაადგილება, ვიდრე ეს იყო ჩარტერული რეისების დროს. ეს კადრები 10 დეკემბერს არის გადაღებული. ქართული კომპანია რუსულ ავიაკომპანიებთან ერთად თანაბარ პირობებში ჩაყენებას მოითხოვდა. აირზენაში გაფიცვაც იყო და მოსკოვის მიმართულებით პროტესტის ნიშნად ფრენებით შეაჩერეს. აირზენასა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას შორის მაშინ შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობდა. ავიაკომპანიის თანამშრომლები მოითხოვდნენ, რომ გაუქმებულიყო ის ნებართვები, რომლებიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსული ავიაკომპანიებისთვის გასცა. რეგულარული რეისების აღდგენის აუცილებლობა და პირობები აქტიურად განიხილებოდა პრაღაში, ამიტომ კომენტარი დღეს ზურა აბაშიძესაც ვთხოვეთ. ჩვენთვის მთავარი პრინციპი ასეთი იყო, რომ პარიტეტულ საწყისებზე უნდა მომხდარიყო ფრენების აღდგენა, ანუ რამდენი სიხშირეც აქვს ქართულ მხარეს, იმდენი რუსულ მხარეს
და ჩვენს ინტერესებშია ასევე რომ არეალი გაფართოებულიყო იმისათვის, რათა ჩვენს კომპანიებს მიეცეს საშუალება კომერციული ხეირი მაქსიმალურად ნახონ. ამ რეგულარული რეისების აღდგენა უკვე მოგცა შედეგი, ამ 3 თვის მანძილზე მგზავრთა რაოდენობა გაიზარდა, მგზავრებს უფრო დიდი არჩევანი აქვთ, რა თქმა უნდა ჩვენს ინტერესებშია, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში. 2015 წლის 10 აპრილს Georgian Airways-მა რეისების შესრულება დაიწყო თბილისის სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით. კომპანია თვის ბოლომდე გეგმავს რეისების განხორციელებას სამარას მიმართულებითაც და პარალელურად აპირებს, როგორც ამბობენ, არასამართლიანი პირობების ყველა დონეზე გაპროტესტებას. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას ისინი არ გადახედავენ, აირზენას წარმომადგენლები კი მომავალ კვირას სტატისტიკური მასალით პარლამენტში ჩავლენ. მადლობთ, კეთი კარდავა საუბრობდა თემაზე. სისტემა, რომელიც კახეთის მოსახლეობას სტიქიისგან დაიცავს, სოფელ ნუკრიანში სიტყვის საწინააღმდეგო რადარი დამონტაჟდა, რომელმაც წინასწარი პროგნოზით სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზარალი 80-დან 90%-ით უნდა შეამციროს. საუბარია ჭოტორის მთაზე განთავსებულ ავტომატიზებულ სისტემაზე, რომლითაც ათეულობით საცეცხლე წერტილი იმართება. კონკრეტულად რა სარგებელს მოუტანს გერმანელი სპეციალისტების მიერ დამონტაჟებული და ქართული მხარის მიერ დაფინანსებული ძვირადღირებული მოწყობილობა რეგიონს, რომელიც სტიქიამ უკვე არაერთხელ აზარალა. ნახოთ რეპორტაჟი კახეთიდან. საიდან მოდის რუბელი, რა მიმართულებით, რა სიმაღლეზე, რუბლის სისქეს, სიმაღლე, ყველაფერი განსაზღვრება რადარის მიერ. მოსაოდნელი სიტყვის შესახებ ინფორმაცია ჯერ ადგილობრივ, შემდეგ კი უკვე ერთიანი მართვის ცენტრში იყრის თავს. სოფელ ნუკრიანში განთავსებული ეს რადარი ატმოსფერულ ცვლილებებს 200 კილომეტრის რადიუსში აფიქსირებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მხოლოდ მონაცემების დამუშავების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება საცეცხლე წერტილებიდან ცეცხლის გახსნის შესახებ. სისტემის მონტაჟისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. წლების განმავლობაში ეს გადაუჭრელი პრობლემა განსაკუთრებით კახეთის რეგიონისთვის, ვინაიდან მოსავლის დაზღვევა ვერ ხდებოდა, ეს ერთი და მეორე სიტყვის საწინააღმდეგო არანაირი სისტემა არ იყო საქართველოში. ჩვენ უკვე დავხარჯეთ 14 მილიონი ლარი. ასეთი მოწყობილობა, ესე იგი ჩვენ უკვე გავაკეთეთ 83 წერტილში, მთელს რეგიონში, მთელს კახეთში. როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, დაახლოებით 80-დან 90%-მდე იქნება დაზღვევა რისკის, ანუ სიტყვის თავიდან აცილების. სარადარო სისტემები და სარაკეტო გამშვებები სიტყვისგან დააზღვევს კახეთის მოსახლეობას, რაც უზარმაზარი შეღავათი იქნება მათთვის. პრაქტიკა მსოფლიოში არის, რომ ეს სისტემები ძალიან ეფექტურად მოქმედებენ. ნუკრიანში რადარი გერმანელმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს. საცეცხლე წერტილების მოწყობა კი მთლიანად კომპანია დელტამ განახორციელა. სპეციალისტები ამბობენ, რომ სისტემა მთელ კახეთს მოიცავს და ამისთვის საცეცხლე წერტილები 93 ადგილას განთავსდა. რადარი არის გერმანული Alexis ფირმის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, ხოლო რაც შეეხება საცეცხლე წერტილებს, ისინი სრულად არის ნაწარმოები საქართველოში, ასევე როგორც ელექტრონული, ასევე მექანიკური ნაწილი. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემუშავებული ახალი პროდუქტი არის დელტას მიერ. რეგიონში ამბობენ, რომ უკვე წლებია სიტყვა ადგილობრივებისთვის მთავარ პრობლემად იქცა. გლეხების სტიქიის გამო მოსავლის აღებას ვერ ახერხებენ, ნადგურდება ნათესები, ხეხილის ბაღები და ვენახები. ყოველწლიურად ამის გამო რეგიონში ზარალი ათეულობით მილიონ ლარს აღწევს. დაახლოებით 20 წელია რაც ამაქვს ეს და შეიძლება ავიღოთ შარშანდელი წელი, რომ შარშან მახსოვს რომ არა ყოფილა სიტყვა. დანარჩენი ყოველწლიურად და ის 2-3 წლის იგი რომ სტიქია იყო და განადგურდა სულთრად ეს თელმო ქვეყანა მიცის და ღმერთ მაქრას რომ სიტყვა არ მოვიდეს დანარჩენი ხელს არ ვაკლებთ რომ მივიღოთ მოსავალი. კახეთის გუბერნატორი ირწმუნება, რომ სიტყვის საწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟება ზარალს 90%-ით შეამცირებს. ამასთან მისი თქმით, ფერმერებისთვის მოსავლის დაზღვევის სისტემაც ამუშავდა, რაც სტიქიის შემთხვევაში ფინანსური დანაკარგებისგან დაიცავს. პრინციპში ქმნის იმის საფუძველს, რომ უფრო თამამად ჩაიდოს ინვესტიციები სოფლის მეურნეობის მიმართულებით და რაც ყველაზე მთავარია, მოვიყვანოთ უხვი მოსავალი. კახეთი ამ მხრივ არის გამორჩეული. სიტყვის საწინააღმდეგო რადარის სისტემა უკვე ამოქმედს და ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ასეთივე სისტემა საქართველოს სხვა რეგიონებშიც დამონტაჟდეს. ბათუმში წლების წინ დაწყებული და მალევე შეჩერებული მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. წელს პირველად სამგზავრო მატარებელი ბათუმამდე ჩავა. ზღვისპირა ქალაქში რკინიგზის პირველი სადგური სავარაუდოდ მაისში უნდა გაიხსნას. 2 წლის წინ აუქციონზე გასხვისებული შენობა თანამედროვე სტანდარტებზეა გათვლილი, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელების გარდა ავტოსადგურიც იქნება განთავსებული. ობიექტი დღეს მოამბის გადამღებმა ჯგუფმა დაათვალიერა.
პირველ მატარებელს ბათუმის ახალ რკინიგზის სადგურში მაისში ელოდებიან. თამარის დასახლებაში მდებარე ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. უკვე მოწყობილია ახალი სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც სამგზავრო მატარებელს სადგურის პირველ ბაქანთან დააკავშირებს. სადგურის მშენებლობა ასლან აბაშიძის მმართველობის დროს დაიწყო, თუმცა 2004 წლის შემდეგ შეჩერდა. 2 წლის წინ დაუმთავრებელი ნაგებობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობითი აუქციონის წესით გაასხვისა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დასუფთავებითი სამუშაოები. ჩვენ მზად ვართ, ანუ ბათუმის ცენტრალი მზადაა, რომ 100%-ით მიიღოს გზავრები და იყოს გზავრებისთვის აბსოლუტურად კომფორტი. რაც შეეხება გახსნის თარიღს, შესაბამისად არის რკინიგზის დეპარტამენტთან შეთანხმებით უახლოეს პერიოდში გამოცხადება ზუსტი თარიღი. რკინიგზის სადგური ერთდროულად 3 მატარებლის მომსახურება შეძლებს. სხვადასხვა ბაქანს მგზავრები მიწისქვეშა გადასასვლელებით დაუკავშირდებიან. ბათუმის რკინიგზის შენობა თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი და ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა. ლიფტები, ესკალატორები, პანდუსები, ახალი სადგური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული ნაგებობაა. შენობის პირველი სართული რკინიგზის ადმინისტრაციას, სალაროებს და მოსაცდელ ტერიტორიას დაეთმობა. სხვა სართულებზე კი სავაჭრო ცენტრები, ოფისები და ბავშვთა გასართობის ცენტრი მოეწყობა. შენობაში განთავსებული იქნება რკინიგზის სადგური, კომპლექსი რკინიგზის სადგურის, ავტოსადგური და დანარჩენ სამსართულზე იქნება განლაგებული სავაჭრო ფართები და გასართობი ცენტრი. ბათუმის რკინიგზის ახალი სადგური ერთიანი კომპლექსი იქნება, რომელშიც ავტოსადგურის განთავსდება. სამგზავრო ფირმების წარმომადგენლებამ მათთვის გამოყოფილი ტერიტორია უკვე დაიკავეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოლიდური ინვესტიციის პარალელურად ქალაქს წელს ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ადგილი შეემატა. აქ იქნება ინტეგრირებული სადგური, არ იქნება მხოლოდ რკინიგზის სადგური და იქნება ავტოსადგურიც, პირველი კლასის ავტოსადგური იქნება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია იგივე და ტურისტული ნაკადების მოძრაობის მხრივ უცხოეთიდან შემოსულ ტურისტს შეიძლება პირდაპირ რკინიგზით ისარგებლოს გადაჯდეს იქვე ავტოსადგურში. ბათუმის ახალი სადგური 22,000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. შენობის წინ სანაპიროს და სასტუმროს მშენებლობაც იგეგმება. წინეს არჩევნო დაპირისპირება ილიას უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 დღით ადრე თვითმმართველობის მოქმედი წევრები ადმინისტრაციას მათი ოპონენტების ლობირებაში ადანაშაულებენ. ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად სტუდენტები სტუდენტური სამსახურის ხელმძღვანელის სატელეფონო ჩანაწერს ასახელებენ და უნივერსიტეტის რამდენიმე თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას ითხოვენ. ამ მიზნით უმაღლეს სასწავლებელში საპროტესტო აქციაცაა დაანონსებული. თუმცა არჩევნებში მონაწილეთა პრეტენზიებს ადმინისტრაცია უსაფუძვლოდ მიიჩნევს. დაპირისპირებული მხარეების პოზიციები დღეს მარიკა შალიკაშვილმა მოისმინა. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი წევრები, რომლებიც 20 აპრილს არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან, ფარულ სატელეფონო ჩანაწერს ასაჯაროებენ. ჩანაწერის მიხედვით სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სატელეფონო საუბარი ერთ-ერთ სტუდენტსა და სტუდენტური სამსახურის უფროს გიორგი ღვინჯილიას შორის შედგა. ლექტორმა გიორგიმ მითხრა, რომ თქვენ გჭირდებათ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალში, რომ არის თვითმმართველობის არჩევნები, აი ხო, მაგრამ უკვე დაგვიანებულია, რეგისტრაცია უკვე დამთავრდა. მე არ მჭირდება პრინციპში შესაძლებლობა მილიონის ერთიან ძალას. გასაგებია, ანუ დავაგვიანე უკვე? მე მგონი, რომ კი დააგვიანეთ, მე მაინც დავურეკავ იმას, ვკითხავ თუ კიდევ უნდათ კანდიდატი და თუ კიდევ არის შესაძლებლობა, მაშინ შეიძლება ჩაგამო. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ადმინისტრაციის მხრიდან კანონდარღვევებზე საუბრობს. თორნიკე ჩიქოვანის თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთ სუბიექტს ლობირებს. აკადემიური პერსონალი კი ცდილობს მათ საარჩევნო სიებისა და მაჟორიტარების დაკომპლექტებაში დაეხმაროს. ჩანაწერში ირკვევა კონკრეტულად, რომ ეს სტუდენტურ სამსახურის უფროს გიორგი ღვინჯილია დაუკავშირდა ერთ-ერთ ლექტორს და თხოვა ამ ძალისათვის სტუდენტის ასე კანდიდატის მაჟორიტარის მოძიება. იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც აქვთ განათლების სამინისტროს, დაგვეხმარონ, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩავატაროთ დამოუკიდებლად და ადმინისტრაციის ჩარევის გარეშე. სტუდენტთა ნაწილის ბრალდებებს ილიას უნივერსიტეტში აბსურდულს უწოდებენ. გიორგი ღვინჯილია, რომელიც დღეს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებში ფიგურირებს, ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციის მხრიდან არც ერთი კლუბი არ სარგებლობს უპირატესობით. გამოქვეყნებულ მასალებში კი კანონდარღვევა არ იკვეთება. ჩვენი დეპარტამენტის ფუნქცია არის სტუდენტების და კლუბების დაკავშირება და ასევე სტუდენტებისთვის რაღაც გარკვეული რეკომენდაციების მიცემა. შესაბამისად, ანუ მე რასაც ვაკეთებ იმ ვიდეოში და ასევე ვაკეთებ ჩემ ყოველდღიურ სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებისას, გავაკეთებთ ამ ვიდეოს ინტერპრეტირებას, როგორც ჩარევას თვითმმართველობის რაღაც არჩევნებში. 3 დღეში ერთხელ მაინც მათი ღონისძიება ტარდება. რაც შეეხება მეორე სუბიექტს, რომელსაც ამბობენ რომ ლობირებთ, ეს სუბიექტი შეიქმნა დაახლოებით 1 თვეა ალბათ
და ჯამში აქვს არაუმეტესად ღონისძიების ჩატარებული. ამიტომ აქ ლობირებაზე საუბარი არის ზედმეტი. ოპონენტებს დღეს არჩევნებში მათმა კონკურენტებმაც უპასუხეს საკუთარ დამოუკიდებლობაზე ისაუბრეს და ადმინისტრაციასთან ყველანაირი ფარული კავშირი გამორიცხეს. ჩვენს მიერ მიღებული ადმინისტრაციული რესურსები აბსოლუტურად ყველაფერი იყო პროცედურების გავლით მიღებული. აქედან გამომდინარე ჩვენ ბრალდებას ვერ მივიღებთ. ვიდეოში კონკრეტულად არ არის ისეთი ფაქტები, რაშიც შეიძლება ხელი ჩასჭირდოთ გარკვეულწილად ბრალდება წაუყენო კონკრეტულ ადამიანს. მიგვაჩნია რომ ეს არ არის ის ქმედება, რითაც უნდა ამაყობდეს ნებისმიერი ძალა, რომელიც აპირებს შემდეგი 2 წლის განმავლობაში გააგრძელოს მუშაობა თვითმმართველობის ეგიდით. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი წევრები 17 აპრილს საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავენ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა სტუდენტური სამსახურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსების თანამდებობიდან გადაყენება იქნება. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ილიას უნივერსიტეტში 20 აპრილს არის ჩანიშნული. 200,000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ პირს უფასო ადვოკატი მოემსახურება. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სისხლის სამართლის საქმეების გარდა იურიდიული მომსახურებით სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების დროსაც ისარგებლებენ. თუმცა იურიდიული დახმარების პროგრამაში ჩასართავად სოციალურად დაუცველი პირი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ადვოკატი დამეხმარება სასამართლოში და ჩემაგივრად რომ ვისაც ილაპარაკებს, დიდი მადლობელი ვარ. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იურიდიული დახმარების ახალი პროგრამა ძალაში დღეიდან შევიდა. უფასო ადვოკატის მომსახურებით მთელი ქვეყნის მასშტაბით 200,000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახები, დედმამით ობოლი ბავშვები, ომისა და სამხედრო ვეტერანები, იძულებით გადაადგილებული და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები. იურიდიული დახმარების შესახებ კანონში შესული ცვლილებები დეპუტატებმა მოსახლეობას დღეს პირადად გააცნეს. საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის შემდეგ ეს არის პირველი ყველაზე დიდი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ვრცელდება მილიონზე მეტ ბენეფიციარზე და რაც წარმოუშვებლობას ჩვენს ღარიბ მოქალაქეებს და აი ამ მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს მიიღონ კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ცვლილებების თანახმად საადვოკატო მომსახურება საწყის ეტაპზე საოჯახო, სამემკვიდრეო და სოციალურ დავებზე განხორციელდება. პირის ადვოკატირება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბენეფიციარი გადახდის უუნარობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ხოლო საქმე რთულად და მნიშვნელოვნად შეფასდება. შეუძლია მოქალაქეს მოგმართოს ჩვენ, შეუძლია სასამართლოს მიმართოს და უკვე სასამართლო მოგმართავს და დაუნიშნავს მას. იმ შემთხვევაში თუ კი ჩაითვლება, რომ საქმე არის რთული და მნიშვნელოვანი, ამავდროულად პირი არის გადახდის უნარო და საქმე არის ისეთი კატეგორიის, როგორიც არის საოჯახო დავები, არის სამემკვიდრეო დავები და სოციალური დავები. რამდენიმე ასეული 1000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე ისარგებლებს დღეიდან უფასო იურიდიული დახმარებით, როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე. გულნარა რუმელაშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც ახალი პროგრამით სარგებლობას აპირებს. ამბობს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პრობლემების სამართლებრივად მოგვარებაში დაეხმარება. ეხლა ზუსტად სასამართლო მაისში არის და ძალიან კარგია რომ მომესწრო, რომ ადვოკატი დამეხმარება. იურიდიულ დახმარებას სახელმწიფო 2007 წლიდან უზრუნველყოფს, თუმცა დღემდე ეს სერვისი ძირითადად სისხლის სამართლის საქმეებს ეხებოდა, დღეიდან კი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებსაც მოიცავს. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო კატასტროფას გადარჩენილებს შორის ერთი ჩვილია, რომელიც ბორანზე დაიბადა. გავრცელებული ინფორმაციით ბავშვის და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია. ბოლო მონაცემებით მაშულებმა 670 ემიგრანტის გადარჩენა მოახერხეს, რომლებიც ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები. იტალიის სანაპიროებთან მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვას 400-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის მცირე წლოვნებიც არიან. ირკვევა, რომ ხომალდზე მყოფ ლიბიელ მიგრანტებს თავშესაფრის მიღება იტალიაში საქველმოქმედო ორგანიზაცია Save the Children-ის მონაცემებით ბოლო დღეებში ხმელთაშუა ზღვა აფრიკიდან ევროპისკენ უკვე 7000-მდე ადამიანმა გადაკვეთა. მათ შორის 400 არასრულწლოვანია. ქალთა მოძრაობა ფემენეს აქტივისტი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პრესკონფერენციის დროს თავს დაესხა. მოძრაობის ერთ-ერთი წევრი მაგიდაზე ავიდა, მარიო დრაგის ქაღალდები ესროლა და მისი გამოსვლის ჩაშლას სცადა. დასრულდეს ევროპის ცენტრალური ბანკის დიქტატურას სკანდირებდა ფემინას აქტივისტი. გოგონა ოთახიდან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს. ინციდენტის დროს მარიო დრაგი არ დაშავებულა, თუმცა მომხდარის გამო მას პრესკონფერენციის რამდენიმე წუთით შეწყვეტა მოუხდა.
გამოშვება სპორტის სიახლეებით განვაგრძობთ ოთარ გიორგაძე გვერდება საკუთარი ბლოკით ოთარ საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა თამთა საქართველოს 20-ლამდე მორაგბეთა ნაკრები ფრანგული კლერმონის წინააღმდეგ ცვლად რამდენიმე წამში. საქართველოს 20-ლამდე მორაგბეთა ნაკრები პრესტიჟული გათამაშებისთვის ემზადება ახალგაზრდული გუნდი პორტუგალიაში მსოფლიო ალაფაზე მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებს. ჩვენი ნაკრები პორტუგალიაში გამგზავრებამდე ამხანაგურ შეხვედრას თბილისში ჩაატარებს. 20-ლამდე მორაგბეები 17 აპრილს შევარდენის სტადიონზე ფრანგული კლერმონის ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდებიან. ევროპის მოქმედი ჩემპიონები 20 წლამდე მსოფლიო ალაფასთვის ემზადებიან. წლის მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ბორჯღალოსნები შეკრებას შევარდენის ბაზაზე გადიან. ახალგაზრდა ქართველი მორაგბეების მიზანი ალაფაზე მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაა. გუნდის ძირითადი შემადგენლობა საქართველოში მოთამაშე მორაგბეებით არის დაკომპლექტებული. მათ შორის არიან ლეგიონერებიც. მაქსიმალურად ეხლა როგორც შეგვეძლო სულ 3 შეკრება გავაკეთეთ ძალიან მოკლეხნიანი 6-4-დღიანები, იმიტომ რომ გუნდებისთვის არ შეგვეშალა ხელი, მაგრამ ეხლა ამ შეკრებისთვის ყველა ბიჭები შემოვიკრიბეთ ეხლა და ძალიან მაგრა გააძლიერებს ეხლა ჩვენ შეექინებას კიდე ჩამოსული ბიჭები. დაცვა შეტევაზე მუშაობთ ძალიან ბევრს ეხლა დაცვაზე დარტყმახურვას. საკმაოდ ძლიერი ბიჭები არიან და შეთამაშებულები ვართ, რა უკვე 1-3 წელია ერთად ვართ. ასე რომ ვფიქრობ, რომ განსხვავებული ნაკრებია, განსხვავებულად ნამუშევარი ნაკრებია და კარგ შედეგს აჩვენებს. მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ალაფას მოსამზადებელ ეტაპზე ბორჯღალოსნებმა მენტალური შეკრება გაიარეს. შემდეგ ერთობლივი ვარჯიში ახალგაზრდა ძიუდოისტებთან გამართეს. გუნდის მწვრთნელები ამბობენ, რომ ნაკრების ფიზიკურ მომზადებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და თითოეული მოთამაშის შესაძლებლობების დასადგენად მათ სისტემატურად შესაბამისი ტესტები უტარდებათ. ამ ეტაპზე გუნდის საკმაოდ კაი მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ თვე ვცდილობთ, რომ გავიაროთ მოედნის გამძლეობის ტესტი და თვითონ მაქსიმალური ძალის ტესტი, სადაც აი თვიდან თვემდე ბიჭები საკმაოდ ნელ-ნელა და ნელ-ნელა წინ მიდიან. 20 წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ალაფა 12-დან 24 მაისამდე პორტუგალიაში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელი პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. B ჯგუფში კი კანადა, ნამიბია, ტონგა და ჰონგ-კონგი შეხვდებიან ერთმანეთს. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ტურნირის გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს. ურუგვაი ძალიან კარგი ნაკრებია, წინა წელს ალაფაზე ძალიან მაგრად ითამაშა, ჩემპიონ იაპონიას მოუგო. ძალიან დალაგებული გუნდია, რაღაც თამაშების უცხოებმა ნახეს, რომლებიც გამოჩნდა, რომ ურუგვაი წელსაც ძალიან კარგი გუნდია. ფიჯსაც შეეხება, ფიჯი 12 გუნდიდან ჩამოვარდა და რა თქმა უნდა მაგარი გუნდია. და პორტუგალიას ჩვენმა საკმაოდ ორჯერ მოუგეთ ფინალი, მაგრამ ისე რომ ვთქვათ, რომ ცუდი გუნდია, ანუ მართალი არ ვიქნები. 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფამდე ბორჯღალოსნები ამხანაგურ შეხვედრას საფრანგეთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის კლერმონის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 17 აპრილს 17 საათზე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შედგება. საფეხბურთო კლუბ მეტალურგის ფინანსურ მდგომარეობას საგამოძიებო სამსახური სწავლობს. გავრცელებული ინფორმაციით უწყებამ კლუბის შემოწმება 2 კვირის წინ დაიწყო. მეტალურგში არსებულ მდგომარეობაზე დღეს კომენტარი რუსთავის მერმა გააკეთა. კლუბში ამ დრომდე მძიმე ფინანსური კრიზისია და ჯერჯერობით გაურკვეველია კლუბის მომავალი. ჩვენთვის ამ ეტაპზე მთავარია შევისწავლოთ იმ თანხების ხარჯვის კანონიერება, რაც ამ მენეჯმენტს აქვს მიღებული, იგივე ფეხბურთის ფედერაციიდან და ასე შემდეგ. პირველ რიგში ეს არის ჩვენი მიზანი, ასევე ყველა კარგად ხედავს, რომ გუნდი არის ძალიან მწვავე კრიზისში და ვეცდებით, რომ ჩვენი მხრივ საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ ფეხბურთელების ინტერესებიდან გამომდინარე. 2006 წლიდან დღევანდელ დღემდე მოყოლებული აინტერესებთ ყველა იურიდიული საბუთი და ბუღალტერული საბუთები. მე მივესალმები, პრობლემა არ არის. იქნებ გაირკვა 3-8 მილიონის წარმოშობის რეალობა, რამდენად რეალურია ეს 8 მილიონი. ვეცებთ გამოსავალს იმისა, რომ შეიქმნას რაღაც ახალი ფორმით, ახალი გუნდი, რომელიც რაღაც ფორმით ჩამოყალიბდება და ანუ ქალაქის გუნდი ექნება რეალურად და ამ შემთხვევაში მე მოლაპარაკებები ჩვენ გვაქვს, ანუ ფინანსთა სამინისტროსთანაც გქონდა საუბარი, მინისტრთანაც გქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან ამ თემასთან დაკავშირებით და ან ზოგადად ფიქრობთ, რომ რა შეიძლება გამოსავალი იურიდიული მოინახოს, ისეთი რომ თვითმმართველობაც იყოს სუფთა, ანუ ამ შემთხვევაში იურიდიულად გამართული და ანუ ქალაქის გუნდიც გქონდა.
22 საათსა და 40 წუთზე თქვენ პორტო ბაიერნის მატჩი გელოდებით, ჩვენ კი ერთმანეთს ხვალ შევხვდებით. მადლობთ თორ გიორგაძემ გაგვაცნო სპორტის ახალი ამბები. ფიროსმანის რამდენიმე ნახატს რესტავრაცია ჩაუტარდება საუბარი ამირზანის მუზეუმში დაცული იმ რამდენიმე ტილოზე, რომლებიც სარესტავრაციო საბჭოს დასკვნის მიხედვით კრიტიკულ მდგომარეობაშია. მათ შორის იქნება მხატვრის მიერ მუყაოზე შესრულებული შოთა რუსთაველი მაგიდასთან, რომელიც კვლევის ჩასატარებლად უკვე ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. ეს ნაწილი უფრო მყარია და მაგარია, ვიდრე დანარჩენი ნაწილი მუყაოსი, რომელიც იფშნება ფიროსმანის შოთა რუსთაველი მაგიდასთან ერთ-ერთი იმ ნამუშევართა შორის, რომლის რესტავრაციის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო. მუყაოზე შესრულებული ნახატის მდგომარეობა კრიტიკულია და უკვე სპეციალურ ლაბორატორიაშია გადატანილი. მირზაანის კოლექციაში დაცული ნამუშევარი სავარაუდოდ გასული საუკუნის 10-იან წლებშია შექმნილი და ხანდაზმულობისაგან გამომშრალია. გვერდითი ნაწილები მოტეხილი აქვს და ამიტომ ნახატი ზომაშიც შემცირებულია. მუყაოს შემჭიდროებამ ფერწერული ფენის დეფორმაციაც გამოიწვია. პორტრეტზე ამოვარდნილია საღებავის ფენებიც. ეს ნაწილი მოტეხილია, რა თქმა უნდა, ქვედა ნაწილი აკლია ამას. აქ გატეხილია და აი ეს ნაწილი არის დაკარგული, ამოვარდნილია საღებავის ფენა თავისი მუყაოს გარკვეული ფენისაგან. აკლია ასევე ზედა მარჯვენა კუთხე, მარცხენა ზედა ნაწილი კიდე შემომტრეული აქვს. ეს გვერდიც დაზიანებულია. მუყაო, გამომშრალი მუყაო მოითხოვს გაჟღენთვას, დარბილებას, გამაგრებას, საღებავის ფენა რომ ყარად იყოს. მირზაანის მუზეუმის კოლექციაში რთულ მდგომარეობაში ფიროსმანის კიდევ რამდენიმე ნახატია. მათგან კიდევ ერთი მუყაოზე შესრულებული ნამუშევარი მოითხოვს რესტავრაციას. ქალის აღდგომო კვერცხებით დღეს ფიროსმანის 14 ტილოსთან ერთად ქუთაისში გამოიფინა. ექსპოზიციის დასრულების შემდეგ ქალის აღდგომო კვერცხებით რესტავრაციისათვის ლაბორატორიაში იქნება გადატანილი და ფიროსმანის მომავალ გამოფენებზე უკვე აღდგენილი სახით დაბრუნდება. ნამუშევრებს ყოველთვის ჭირდება გარკვეული მეთვალყურეობა, კვლევა. ეხლა ჩემს წინ რაც მდებარეობს, მისი დაზიანებებიდან გამომდინარე, შოთა რუსთაველის ფერწერული ნამუშევარი, რომელიც შესრულებულია მუყაოზე. გარდა ამისა, ეს არის პირველი, გარდა ამისა, დღეს გამოფენაზეა დანარჩენი 3 ნამუშევარი, რომელიც პირველ რიგის სარესტავრაციო სამუშაოებს მოითხოვს. ფიროსმანის ნამუშევრების რესტავრაცია ეტაპობრივი პროცესია. 2 ნამუშევრის გარდა სპეციალისტთა შეფასებით ეტაპობრივ რესტავრაციას შოთა რუსთაველის და თამარ მეფის პორტრეტები, ცნობილი შედევრი, დათვი თეთრი ბელებით და წარაფი საჭიროებს. მათზე სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მირზაანში დაცული ფიროსმანის კოლექცია სრულად იქნება აღდგენილი. შოთა რუსთაველი მაგიდასთან უკვე გაგზავნილი არის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სარესტავრაციოდ, ხოლო მეორე ხალი სააღდგომო კვერცხებით გადაინაცვლებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რომ მას წელს 2 ტილოს ჩაუტარდება კიდე რესტავრაცია. ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების სარესტავრაციო საბჭოს წევრები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან და ეროვნულ მუზეუმთან ერთად მხატვრის ტილოების შესწავლას და კვლევას აგრძელებენ. ფიროსმანის მირზაანის კოლექცია ქუთაისის შემდეგ კახეთში, ივნისში კი ბათუმში გამოიფინება. ექსპოზიციას მხატვრის რესტავრირებული ნამუშევრები თანდათან შეავსებს. ასეთი იყო დღის მთავარი თემები. მე ხვალამდე გემშვიდობებით. ეთერს კი სტუმრებთან ერთად ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განაგზობს. ვასილ, საღამომშვიდობისა, მადლობა თამთა. წითელი შემდეგ მწვანე შუქი რის საფუძველზე გააუქმა ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა ზურაბ ადეიშვილზე. საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ცირკულარიდან მოხსნილია. რა საბუთები წარუდგინა ინტერპოლს ადეიშვილის დაცვამ და შეიძლება თუ არა ძებნის გაუქმება ბრალდების არასათანადო მოქმედებით იყოს გამოწვეული. რამდენიმე წუთში ჩვენს კითხვებს უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია უპასუხებს, მანამდე კი პირდაპირ ეთერში ოთარ კახიძე. ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი გვერდება. საღამომშვიდობისა, ბატონო ოთარ, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით, მიმესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ბატონო ოთარ, გაქვთ თუ არა უკვე ინტერპოლის ოფიციალური წერილობითი შეტყობინება ძებნის გაუქმებაზე? რა წერია სამოტივაციო ნაწილში? საინტერესოა, რა გახდა ძებნის გაუქმების საბაბი? ის რომ ადეიშვილს ევროპის ქვეყანამ პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა თუ ის რომ თქვენ ინტერპოლს დამატებითი დოკუმენტები გადაუგზავნეთ? მინდა მოგახსენოთ, რომ ინტერპოლის წერილში, რომელიც გამოგზავნილია საქართველოს პროკურატურაში და ასევე მასზე ხელი მიგვიწვდება ჩვენს, ამ წერილის თანახმად ადეიშვილის ცირკულარიდან მოხსნის საფუძველი გახდა ის, რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ წარმოებს, ეწინააღმდეგება ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლს. უფრო გასაგები რომ იყოს ტელემაყურებლისთვის, ინტერპოლის კონსტიტუციის თანახმად დაუშვებელია
ინტერპოლის გამოყენება და მისი ინსტრუმენტების გამოყენება იმ შემთხვევაში თუ კი საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული და თუ პოლიტიკური მოტივაცია დგას სისხლის სამართლის დევნის უკან. ჩვენ ამის თაობაზე, ჩვენი ეჭვების თაობაზე, რომ ნამდვილად პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ, ინტერპოლს მივწერეთ რამდენჯერმე განსაკუთრებით დეტალური წერილი მათ ჩვენ გაუგზავნეთ 4 თვის წინ, სადაც დავასაბუთეთ, რომ ჯერ ერთი საქმეს სამართლებრივი შინაარსი არ გააჩნია, ვინაიდან იგი ეფუძნება 2 მოწმის ჩვენებას, რომლებმაც ეს ჩვენებები შეცვალეს და მათ შორის ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ პროკურატურამ ზეწოლის შედეგად მიიღო მისგან ინფორმაცია და რა თქმა უნდა ეს პოლიტიკურ მოტივზეც მიანიშნებს. მეორე რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, გახლავთ ის, რომ აი თქვენ ჩემს შემდეგ გამომსვლელი ქალტონიკა ბესელია და მისი კოლეგები, როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში 2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული რეგულარულად არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმპციას ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ და ყველას რჩებოდა განცდა, რომ მიმდინარეობდა პოლიტიკური ნიშნით პირების დევნა და ეს დაადასტურა შემდგომ უკვე ეუთოს და ოდირის მონიტორების რეპორტმაც მათ დაწერეს, რომ განცდა იყო, რომ პროკურორები მოქმედებდნენ პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით. ასევე ცალკე აღნიშნვის ღირსია ის, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პრაქტიკულად ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერები, მათი არაერთი განცხადებაა ჩვენს კორესპონდენციაში ციტირებული, სადაც ისინი საუბრობენ, რომ მათ რჩებათ აღქმა, რომ აქ მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დევნა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში, ანუ სამართლებრივი ნაწილი უსუსტესი საქმის და მეორეს მხრივ პოლიტიკური მოტივაციის ნიშნები ჩვენ მივაწოდეთ ინტერპოლს და მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, ეს ძალიან სასიამოვნო გადაწყვეტილება. ეს დოკუმენტაცია ინტერპოლს მიაწოდეთ უკვე მას შემდეგ, რაც დავით იყო უკვე იუსტიციის ყოფილი მინისტრი აყვანილი წითელ ცირკულარზე, ხო ასეა? დიახ, რა თქმა უნდა, როდესაც მისი დასა მოხდა წითელ ცირკულარზე, ჩვენ მათ გაუგზავნეთ პირველი კორესპონდენცია, შემდგომ მივაწოდეთ მეორე კორესპონდენცია და 3 წერილი მაქვს სულ გაგზავნილი. ბოლო წერილში ეს ყველაფერი ყველაზე კარგად იყო დაალაგებული, იმიტომ რომ დაგროვდა უკვე საკმარისი მასალა იმისთვის, რომ ინტერპოლი დარწმუნებულიყო, რომ აქ ნამდვილად პოლიტიკურ დევნას ჰქონდა ადგილი და ერთს დავამატებ ტელემაყურებლისთვის, მე ჩამოვთვალე საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებიც ვახსენე, პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან ეს შეფასებები არის ცალკე საკითხი და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია დეკლარირების დონეზე, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს უკვე საერთაშორისო საპოლიციო ინსტიტუტზე. ეს არის სამართლებრივი ინსტიტუტი და არა პოლიტიკური ინსტიტუტი. ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე და ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ზურაბ ადეიშვილის საქმეზე, ასევე მეორე მერიის თანამშრომლის საქმეზეც იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს სია კვლავ გაგრძელდება, ვინაიდან სანამ საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ მართლმსაჯულების სისტემას, მანამდე ბუნებრივია ეს სურათი არ შეიცვლება და სულ უფრო ხშირად ვიხილავთ ჩვენ მსგავს გამოხმაურებებს საერთაშორისო კომპეტენტური და მიუკერძოებელი ორგანიზაციებისგან. ბატონო ოთარ, მას შემდეგ რაც თქვენ დოკუმენტაცია მიაწოდოთ ინტერპოლს. ინტერპოლი იყო თუ არა ვალდებული გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ან ინტერპოლის ეროვნულ ბიუროსთან? მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო, ასე ვთქვათ, და უსაბუთო, ყველა არგუმენტი, რომელიც მქონდა მოყვანილი, იყო გამაგრებული შესაბამისი ბმულით, შესაბამისი დოკუმენტით, დანართებით. ეს იყო ეუთოს დასკვნა, ეს იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებები, ეს იყო ნოტარიულად დამოწმებული და თარგმნილი მასალები, მოწმეების ჩვენებები და აქაური თანამდებობის პირების განცხადებები, მათ შორის ვიდეო ფაილები, სუბტიტრებით და საკმაოდ მოცულობითი სამუშაო იქნა ჩვენი მხრიდან გაწეული და ეს ინფორმაცია, ანუ გადამოწმებას არ ითხოვდა, ვინაიდან ყველა ჩემი არგუმენტი იყო შესაბამისი სქოლიოთი, შესაბამისი დანართით და ამ შემთხვევაში მისი გადამოწმება ის რომ ინტერპოლი ამ მიმართულებას განიხილავდა და შესაძლებელი იყო ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარი ძებნა გაუქმებოდა. ამის შესახებ თუ იყო თქვენი ინფორმაციით ინტერპოლის ცენტრალური ბიურო ვალდებული რომ შეტყობინება გამოეგზავნა საქართველოში?
მინიჭებმა განიხილა მასალები, რომელიც საქართველოს პროკურატურამ გაუგზავნა მას. შემდგომ განიხილა მასალები, რომელიც დაცვის მხარემ გაუგზავნა. ამ მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო. არანაირი ვალდებულება ინტერპოლს არ ჰქონდა, რომ ასეთ კომუნიკაცია ეწარმოებინა მთავრობასთან. გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას დამატებითი კითხვები დარჩებოდა და თუ კი არ ჩათვლიდა საკმარისად ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციას. მაგრამ ჩვენი პროკურატურის განცხადებას რომ წავიკითხავთ, იქ ძალიან ნათლად ჩანს, როგორ იმართლებენ თავს ბიზინა ივანიშვილის წინაშე, რომ აი ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ და ინტერპოლმა ეს თვითმყოფად მიიღო ეს კითხვები. ბატონო ოთარ, როგორც ცნობილია, ზურაბ ადეიშვილს ევროპულმა ქვეყანამ მიანიჭა პოლიტიკური თავშესაფარი. თუ შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელი ქვეყანაა ეს და კონკრეტულად რა დოკუმენტაციებზე დაყრდნობით მოხდა მისთვის პოლიტიკური დევნილი სტატუსის მინიჭება? ამასთან დაკავშირებით კომენტარს მე არ გავაკეთებ. ცნობისათვის პროკურატურის განცხადებაში იყო აღნიშნული რაღაც ტოვლის სტატუსი. აღნიშნული სტატუსი ზურაბ ადეიშვილს მაშინაც ჰქონდა მიღებული, როდესაც ცირკულარზე მისი დასმა მოხდა. ამიტომ ეს პირდაპირ კავშირში ამ მოხსნასთან არ არის. ეს ერთ-ერთი არგუმენტი იყო მათ შორის ჩვენ წერილშიც, რომელიც ასაბუთებდა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ადეიშვილს ემუქრება, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ანგარიშtorება. რომელი ქვეყანაა თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ? ერთ-ერთი დამატებითი არგუმენტი იყო. ქვეყნის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ძალიან დიდი მადლობა. ქვეყანაა შემიძლია გითხრათ. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დიდი მადლობა ოთარ კახიძე, ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში. წარმატებებს გისურვებთ ბატონ ოთარ და ჩვენი მეორე სტუმარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქალბატონი ეკა ბესელია გვიერთება. საღამოშვიდობისა ქალბატონო ეკა, ვარლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. საღამოშვიდობის მოგესალმებით. ქალბატონო ეკა, ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარი ძებნის გაუქმება მთავარმა პროკურატურამ პოლიტიკური დევნილი სტატუსის მინიჭებით ახსნა. თუ გაქვთ ინფორმაცია, რას გეგმავენ ქართველი სამართალდამცველები? გადაიგზავნება თუ არა ინტერპოლში ახალი მოთხოვნა წითელ ცირკულარში ძებნის აყვანის თაობაზე? პირველ რიგში მინდა ყველას მიულოთ სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ეს დღეები ჩვენ ყველანზე იმობთ, თქვენს გილოცავთ. თქვენც ასევე მრავალს და რაც შეეხება ეხლა ამ კონკრეტულ საკითხს, მადლობა. ამ კონკრეტულ საკითხს ბუნებრივია მე ვისაუბრებ ამ საკითხის უფლებრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ჭრილში, რამდენადაც ვიცნობ საერთაშორისო სამართლის პრაქტიკას და პრეცედენტებს, შემიძლია გითხრათ ერთი ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, რაც არის ამ საქმესთან დაკავშირებით, ის რომ მთავარი არის საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე, საქართველოს ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ბედავენ თუ არა წარსდგნენ და თუ არა რატომ და რა არის ეს არგუმენტი. მთავარი ეს არის, იმიტომ რომ ბევრი ტიპის манипуляცია შეიძლება ეხა მოიხმო ასე დროს, როდესაც გინდა არგუმენტები მოიშველიო. ბატონ კახიძე შემილია ურჩიო მე რომ უმჯობესი იქნება თუ სამართლებრივი არგუმენტებით უკეთ შემოიფარგლება და პოლიტიკურ განცხადებებს ნაკლებად გააკეთებს, ის მე ვერ მასწავლის ნამდვილად რა არის უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვა და შემილია ამ საკითხზე განმარტებები მასაც მივაწოდო. ჩვენ როდესაც საუბრობთ ადეიშვილის მიმართ ბრალეულობაზე, საუბრობთ იქიდან გამომდინარე, რომ მასიურად ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევები იმ წლებში, როდესაც ის იყო იუსტიციის მინისტრი და იმავდროულად მთავარი პროკურორი და უნდა გვავიწყდება რა ბრალდებები აქვს მას წარდგენილი. ბრალდება არის მასობრივად პატიმრების წამების ორგანიზება, ის ისცენირება, რომელიც მზადდებოდა ციხეებში, გახსოვთ თქვენ პატიმრების წამების სცენები და შემდგომ ეს ყველაფერი რომ უნდა დაბრალებოდა თამაზ თამაზაშვილს და ის მზაკრული გეგმა, რომელიც შემდეგ გამოაშკარავდა ასევე 7 ნოემბრის მასობრივი დარღვევა, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს დაზიანებები და 800-ზე მეტი ადამიანი იყო გადაყვანილი საავადმყოფოში. შეგახსენებთ, ეს არის იმედის ეპიზოდი და სხვადასხვა ტიპის თუმცა როგორც აღმოჩნდა ინტერპოლმა კი დასვა ერთხელ იგი წითელ ცირკულარზე ძებნილად, თუმცა დღეს უკვე ის წითელ ცირკულარით აღარ ძებნება. გაქვთ თუ არა თქვენ კითხვები ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ? ეხლა რაც შეეხება ამ საკითხს, წითელ ცირკულარში ძებნილი პირის სტატუსის შეცვლა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბატონი ადეიშვილი გამართლდა და მას ეს ბრალდებები მოიხსნა.
ეს აბსოლუტურად ამას არ ნიშნავს. მე კითხვები მიჩნდება პირადად მის მიმართ და მისი დაცვის მიმართ. რითი ხსნიან, რომ პირველი ვინც გაიქცა საქართველოსდან იყო სწორედ ზურაბ ადეიშვილი. რატომ გაიქცა იგი საქართველოსდან თუ მიიჩნევდა რომ იყო უდანაშაულო? შეგახსენებთ ასევე რომ ბატონი კუბლაშვილი იყო სასამართლოს თავმჯდომარე 2013 წლამდე, ეს მისი ერთ-ერთი უახლოესი და მართლაც ახლო წრის ადამიანი, მისი უახლოესი მეგობარი გახლდათ. და იმ პერიოდში, როდესაც უზენაეს სასამართლოს ხელმძღვანელობდა ეს ადამიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო ხელდასმული, მე არ მგონი ადეიშვილს იმის განცდა ქონოდა, რომ მის მიმართ მართლმსაჯულება არ იქნებოდა ობიექტური. თუ ახალაია ჩამოვიდა საქართველოში, ან მერაბიშვილი დარჩა იმ პერიოდში და გადაწყვიტა, რომ სასამართლოს წინაშე ემართლებინა თავი, ადეიშვილი თუ მართალი იყო ამ ბრალდებების ფონზე, რატომ ვერ შეძლო მან და ვერ მოიკრიბა გამბედაობა, რომ გასაგებია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ქალბატონო ეკა, რატომ თვლის ინტერპოლი, რომ იგი არ უნდა იძებნებოდეს საერთაშორისო მასშტაბით? ცირკულარში იქნება თუ არა? ინტერპოლი რატომ არ თვლის, რომ იგი უნდა იძებნებოდეს? საერთაშორისო პროცედურებით გეტყვით, რომ 2014 წლიდან რეგულაციები შეიცვალა, გარკვეული სტანდარტები შეიცვალა, ინტერპოლის მიიღო სამდივნო ახალი წესები, ტოლვილი სტატუსის მინიჭება, არა პოლიტიკური თავშესაფრის, მხოლოდ პირს, რომელსაც ტოლვილი სტატუსი ენიჭება, იმის მიუხედავად რა არის იქ პოლიტიკური კონტექსტი, მას აძლევს საშუალებას საერთაშორისო ძებნის პროცედურიდან იყოს ამოღებული. ეს არის ახალი პროცედურები, თუმცა იგივე 2011 წელს შეგახსენებთ, რომ იყო შემთხვევა, როდესაც 28 მიმართვიდან საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე 28 შემთხვევაში უარი მიიღო მასში ხელისუფლებამ, ანუ ესეთი შემთხვევები ადრეც იყო, ეხლა რეგულაციები უფრო ახლებურია, სტატუსი რომელიც მიიღო ადეიშვილმა და როგორ მიიღო, ბუნებრივია ესე ცალკე თემა, მართალია ბატონ კახიძეს მიაჩნია, რომ არა აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყანაა, თუმცა არის ესეც საინტერესო, თუ ეს ის ქვეყანაა, რომლის პირველი პირი სააკაშვილთან ხელი-ხელ გადახვეული პირდაპირ ლობირებდა ნაციონალურ მოძრაობას, ბუნებრივია აქ გაცილებით უფრო მარტივია პასუხის გაცემა, მაგრამ სხვა შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ სტატუსის მიუხედავად ის არის თუ არა საერთაშორისო ძებნის ცირკულარში ჩასმული, ეს არ უხსნის ადეიშვილს პასუხისმგებლობას და იმ ბრალდებებს, რომელიც წარდგენილი აქვს ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების გამო. ჩვენთვის სწორედ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაშინაც ჩვენი მოქალაქეების უფლებებს ვიცავდით, ვასილ და ეხლაც, როდესაც ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენაზე გვიწევს მუშაობა, მნიშვნელოვანი არის სწორედ ის, რომ ყველა ის საჯარო მოხელე, რომელსაც ჰქონდა მაღალი პასუხისმგებლობა და თანამდებობა და ადამიანის უფლებებს არღვევდა და კანონს არღვევდა. პასუხი აგო საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე, იმიტომ რომ ჩვენი მართლმსაჯულება არის და სასამართლო მხოლოდ უფლებამოსილი პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს და არა საერთაშორისო ცირკულარის სტატუსი, რომელიც ეს სრულიად სხვა ტიპის სამართლებრივ ვითარებას იძლევა და არა იმას, რომ პირი უდანაშაულოდ გამოაცხადეს ამის გამო. ასე რომ მე ვფიქრობ, საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე ყველა ეს ადამიანი, ვინც ადამიანის უფლებებს ესე უხეშად არღვევდა და ფეხქვეშ თელავდა, წარს დგება და უცილობლივ ყველას მოუწევს ამ პასუხისმგებლობის აღება. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა. ყველა პროცედურის დაცვის, სრულიად სამართლიანად და კანონიერად. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, იმისთვის რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებებს გისურვებთ. ეკა ბესელია, უმრავლესობის წევრი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში, მთავარი გამოშვება დღეს ამით დასრულებულია, საუკეთესო სურვილებით, ხვალამდე გემშვიდობებით.